საღამომშვიდობისა დღეს შაბათია და ბულვარი ჯიზე გადაცემა პორტრეტის დროა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი იქნება მსახიობი და წამყვანი ნატა გულიაშვილი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ისევ პოპულარული გახდა და სკანდალშიც გაეხვია. თუ რა ხდება ნატას ცხოვრებაში, როგორია ის რეალურად და რა ეტაპზეა ამ დროისათვის მისი პირადი ცხოვრება, ამ ყველაფერზე ნატა გულიაშვილი თავადმიობობს. საღამომშვიდობისა ნატა, როგორ გრძნობ თავს და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ და დიდი მადლობა იმისთვის რომ მომიწვიეთ თქვენ გადაცემაში. ძალიან დიდი პატივია. ნატა, შენ საზოგადოებამ პირველად გაგიცნო ტელეშოუში, რეალიტი შოუში ამტანი. მოდი გვითხარი, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. როგორ მოხვდი ამ გადაცემაში და როგორ გაგრძელდა ამტანის შემდეგ შენი ცხოვრება? იყო გამოცხადებული კასტინგი ტელევიზიით, მაესტროს ტელევიზიაზე და ძალიან მინდოდა და დიდი სურვილი მქონდა რომ მიმეღო მონაწილეობა. ასევე ჩემი ყველა მეგობარი მირეკავდა და მეუბნებოდა რომ ნატა ეს არის შენი შოუ, ამაში შენ უნდა იმონაწილეო. საბოლოოდ გავიარე 4 კასტინგი. ვითხოვდი რომ დაახლოებით 10 წელი გავიდა მას შემდეგ და ვითხოვდი რომ ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემ ცხოვრებაში. პროფესიით როგორც მსახიობი ხარ და გითამაშია კიდეც ფილმებში, რო გითხრათ რომელ ფილმში გაგვდა თამაშები? მაქვს ნათამაშები პირველ ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში მარშო, რომელიც გადავიღეთ პანკისის ხეობაში. მე ვთამაშობ ჩეჩენ გოგოს, რომელსაც ეს შეყვარებული ომში უკვდება. მონაწილეობ თემურ თათარაშვილის კლიპში, მე სანამ მოვედი, ერთ-ერთი ბოშავა. ასევე მაქვს გოგიტა გოგიძის კლიპში მონაწილეობა მიღებული, იქაც ბოშას ვთამაშობ. ასევე მე და ონისეს გვაქვს ონისე ფუტკარაძეს მომღერალს გვაქვს დუეტი, სადაც ბოშას არ თამაშობდა, ვარ ნატა გულიაშვილი. მღერით დუეტი გვაქვს, ონისეს სიმღერა არის, თვითონ დაწერა ეს სიმღერა. ასევე მაქვს რამდენიმე რეკლამაში, სერიალებში, ქართულ მხატვრულ ფილმში I love you baby, სადაც იასო ხიტაშვილი და შარონა ბეგაშვილიც თამაშობენ. თქვენ იყავით საქართველოდან წასული, როგორც ვიცით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რამ განაპირობა ეს და რომელ ქვეყანაში იყავით, თუ შეიძლება როგორ გითხრათ? დაახლოებით 5 წელი ვიყავი ეგვიპტეში და ანტალიაში. ეს იყო მორიგეობით. 6 თვე ვიყავი ანტალიაში, მე ვიყავი ეგვიპტეში. იყო რაღაცა სამსახიობო ჯგუფი, რომლებიც დგავდით სხვადასხვა სპექტაკლებს, სხვადასხვა საცეკვაო ნომრებს, სხვადასხვა სკეიჩებს და აი ამითი დავდიოდით, მოგზაურობდით. მშვენიერი იყო, ძალიან კარგად მახსენდება ეგ პერიოდი. ვიცით რომ დაოჯახდით და ყავთ პატარა. თუმცა ისიც გავიგეთ ჭორის დონეზე რომ მეუღლეს დაცილდით. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? არა, დაცილებით ნამდვილად არ დავცილებულვართ. ეხლა მართალი რომ გითხრათ და გამიგიტყდეთ, პატარა კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს, იმიტომ რომ ამ გადაცემამ გამოიწვია, თორე ისე რამდენიმე წელია უკვე ცოლ-ქმარი ვართ და მანამდეც დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და რო გითხრათ რომ ხშირად ჩხუბობთან გავმოწობთ, არა, უბრალოდ აი ამ შოუმ, რომელიც იმედზე გავიდა, მაგან გამოიწვია კონფლიქტური სიტუაცია და რა შეცვალა თქვენში დაოჯახებამ შვილმა? შეგიშალათ თუ არა ხელი კარიერაში, მუშაობაში? მე ვიტყოდი რომ შვილი ისეთი ტკბილია, ისეთი რაღაცა სხვა სამყაროში გადავყავხარ, რომ მე ვიტყოდი რომ ყველა მანდილოსთან ვუსურვებ, ვისაც რაღაც პრობლემა აქვს, რომ ოდესღაც ყოლოდა ჩვილი. მოდი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შევეხოთ, რაც შეეხება სატელევიზიო გადაცემას. როგორ მოხვდით ამ გადაცემაში, რატომ იხვედით და რეაქციებზე რაც მოყვა ამ ყველაფერს, როგორ შეხვდით და რამდენად მზად იყავით ამ ყველაფრისთვის? აი დავიწყებ სულ თავი. მე მყავსათ მეგობარი, სახელთაყვარს არ დავასახელებ, რომელიც იმედში მუშაობს და რომელიც ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. და შემომთავაზა რომ ნატაო ახლა იწყება პროექტიო და ხო მიიღებდი მონაწილეობას. რაღაცა მევთხარი რომ მეთქი არ ვიცი, მეთქი არ ვარ მზად ახლა ამ პერიოდში რომ მეთქი ცეკვის შოუში მივიღო მონაწილეობა. მეთქი და მაინც დაფიქრდიო და რა თქმა უნდა რაღაც დონეზე ფიქრობდი, მაგრამ ისე სერიოზულად რომ გადაწყვეტილი მქონოდა რომ აი ახლა მე მოცეკვავი ვარ და უნდა წავიდე და შოუში მივიღო მონაწილეობა, ეგრე არ ვყავ.
მე რაღაც პერიოდის მანძილზე თვითონ პროდიუსერებმა დამირეკეს, ესე იგი როგორც მივხვდი ამ ადამიანის საშუალებით დამირეკეს მისცა ესე იგი ნომერი და შემომეხმიანან და მითხრეს რომ ვიცით რომ რაღაცა თქვენცა სურვილით გაგვთო და ძალიან გვინდაო რომ ჩვენთან მიიღოთ მონაწილეობა. მე ვთხარი ნუ არ ვარ მზად, არ მაქვს ნომერი მომზადებული რა. ანუ ჩვენ საავარაუდოდ უკვე ვიცით რომელ ადამიანზეც გაგვთ საუბარი და შეიძლება რომ თქვა სახელი და გვარი. მაინც არ თქვა ჯობია. დაწერილიც არის მისი სახელი და გვარი და გაშღერებასაც არაფერი უჭირს. არ თქვა შევიკავ თავი. და იყო ის რომ ნუ ავუხსენი რომ მეთქი არაფერი ნომერი არ მაქვს მზად მეთქი არა და უკვე რა დაახლოებით 2 კვირაში უკვე იწყებოდა პროექტი და მითხრეს რომ არა უშორსო მაინც მოდიო გნახავთო რაღაცა მაინც გააკეთო რომ ჩვენო ვიცოდეთო რა შეგიძლია რა არ შეგიძლია ნუ რაღაცა მაინც ყოფნოვდი და ნუ საბოლოო ჯამში წავედი შიდა შესაძლოა კასტინგში კასტინგზე სადაც დამხვდნენ რამოდენიმე პროდიუსერი გოგო და ერთი ბიჭი რომელიც იყო უკრაინიდან ჩამოსული ქორეოგრაფი ну ქორეოგრაფს თან მოეწონა მე რაც იქ გავაკეთე, ოღონდ გავაკეთე უბრალოდ ვანახე ნუ პლასტიკის დონეზე რა შემეძლო გამეკეთებინა რაღაცა მუსიკა ჩავთეთ წყნარი და ამ სიმღერაზე ვიცეკვე. ამ ბიჭს ამ ქორეოგრაფს ძალიან მოეწონა, მითხრა რომ ფანტასტიკური პლასტიკა გაქვსო და შენ შეგიძლია ნამდვილად ცეკვაო და რაღაცა პატარა ნომერს თუ დადგავდიო. მე მითხრა რომ რა პროფესიის ვიყავი, ვინ ვიყავი. პროდიუსერებმაც უთხრეს რომ ნატა მონაწილეობდა პირველ რეალიტი შოუში მეც უთხარი რომ თან მღერი მეთქი და ნუ ეს ქორეოგრაფი ძალიან დაინტერესდა რომ ჩვენო ერთად ძალიან ბევრ საინტერესო ნომრებს გავაკეთებთო აი მართლა ძალიან ბევრი კარგი ნომრები ქონდა ჩაფიქრებული მეუბნებოდა რომ აი თან შეგვიძლია თან იმღერო თან რაღაცა პლასტიკაში გავაკეთოთ და ნუ რაღაცა ძალიან ბევრი კარგი რაღაცები ქონდა ჩაფიქრებული მართლა გითხრათ ამ ყველაფერმა ძალიან დიდი სტიმული მომცა რომ იმეღო მონაწილეობა ну, მაგრამ უკვე დაახლოებით 2 კვირაში იწყებოდა პროექტი და ну, მაინც რაღაცას შეშობდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ხა ბევრი პროფესიონალი მოცეკვავი მიიღებდა მონაწილეობას. მე ნუ რამოდენიმეჯერ დამირეკეს რომ აი ნატა და ამ დღეს იწყება რაღაცა და ну, მე მაინც აი რაღაცა ისე ყოყმანის პერიოდში ვიყავ. მე ისე მოხდა რომ დამირეკეს რომ აი გამომიგზავნეს ჟურნალისტი, სახში ოპერატორი რაღაცები ჩავწერეთ. მე კარაოკეში არც მეკითხებოდნენ ნომერი მზად გვანახე არ დაინტერესებულა როცა შენთან ჟურნალისტები მოვიდნენ სახში გადაღებაზე რატო დათანხმდა შემოუშვა ხო აი ეგ მომენტი თვითონ დღით კი დამირეკეს და მითხრეს რომ ქცალიაო და კი მცალია თქო მაგას ვერ ვიტყვი რომ ძალით შემოვარდნენ და ძალით მას ამიღეს ინტერვიუ მაგრამ აი იმ პერიოდში ჟურნალისტები რომ მოვიდნენ მე მზად არაფერი არ მქონდა ფაქტიურად და აი სულ რაღაცა შინაგანად შიშობდი რომ აი მეთქი ნუ ჯერ არ მაქვს მზად და მოვიდნენ ჩემთან კარაოკეშიც გადაიღეს კარაოკეს კადრები როგორ მიმყავს როგორ მღერი ვარ ყოველ ერთად რაღაც და მე იყო ის რომ დუტას მე კარგად ვიცნობ და მე და დუტას მქონდა საუბარი რომ მეთქი დუტა არ ვიცი ზუსტად მეთქი მივიღებ თუ არა მონაწილეობას თქო და დუტამ ხა ცუდად არ მინდა გამომივიდეს მაგრამ ნამდვილად გამამხნევა და მითხრა რომ ნატაო რისი გეშინიაო კამერებისო თუ ცეკვისო ხო იციო რომ ორივე ფანტასტიკურად გამოგდისო და შენო იქო აი ზუსტად სიტყვებს სიტყვი ცეცხლს რომ ზუსტად ვიციო რომ ცეცხლს დაანთებო იქო და მე ვთხარი რომ მეთქი კამერების ნამდვილად არ მეშინია მეთქი უბრალოდ მეთქი ცეკვა იმდენად მზად არ მაქვს მეთქი იმიტომ რომ ერთი კვირის განმავლობაში მე თვითონ რაც მოვახერხე მეთქი მე თვითონ მოვამზადე მეთქი და მაინც ცოტა განვიცდი მეთქი და შიში მაქვს მეთქი დუტა მითხრა რომ მე ცეკვავენოს ყოლებში რომ ვიღებდი მონაწილეობასო 5 დღეში ვდგავდითო ყველა ცეკვასო და ამიტომ ზუსტად ვიციო რომ შენ ყველაფერს შეძლებო ეს რა თქმა უნდა მე ძალიან გამიხარდა დუტასგან ეს ამ სტილის ლაპარაკი მაგრამ მე მაინც მგონია რომ დუტაზე იყო პროდიუსერების ზეწოლა იყო პროდიუსერებისგან კი ის გამო რომ შექმნილი იყო შოუ ნამდვილად აი შემიძლია დანამდვილებით თქვა რომ იცოდნენ რომ ვინც მიმიყვანა ხელსახელსა დავასახელებ
ანუ თქვენ ამ ბოლო პერიოდში არ იყავით იმდენად სახე სატელევიზიო სიტყვაზე თქვენი პიარი გაეკეთებინა. კი, მაგრამ იქ ჩემს გარდა სახე არავინ არ იყო. მე ვიყავი ყველაზე ცნობადი და ერთადერთი ნიკა ლომიძეშვილი, რომელმაც მართლა კარგად იცოდა და ფანტასტიკური გოგოა, ეს ორი ადამიანი. ამიტომ თვითონ პიარი უფრო ხო არ იყო გადაცემაში. ჩემი თავისუფლად ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ისეთი ანტიპიარი მივიღე, რომ ანტიპიარი ზოგჯერ პიარია, თუმცა გააჩნია. კი, ბევრი ამბობს, რომ ანტიპიარიც პიარია, მაგრამ მე ჩემთვის მე არანაირად არ მჭირდებოდა ანტიპიარი. შეიძლება არ ელოდებოდით, რომ ანტიპიარი წამოვიდა და თქვენს მიმართ და უფრო ელოდით, რომ დადებითი განწყობა იქნებოდა. დადებითი განწყობა რო იქნებოდა, კი, რა თქმა უნდა, მეგონა რომ დადებითად აღიქვავდა მაყურებელი და ყველაფერი რო კარგად იქნებოდა, მაგას ველოდი, მაგრამ ამიტომ წახვედით შოუში თქვენ. არა, იმიტომ არა რომ აი პიარი და ვაიმე მე გამოვჩდი და რაღაც. უბრალოდ სურვილი მქონდა თან ნინო ქათამაძის სიმღერაზე რაც დავდგი, მე იქაც აღვნიშნე რომ ნუ ნინო ძალიან მიყვარს, პირადადაც ვიცნობ. ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე 21 აგვისტოს და მისი სიმღერა იქ ყველა ძალიან მომწონს და აი რაღაცა ძალიან გულში ჩამწვდომია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. ამ სიმღერაზე მართლა რომ მითხრეს უკვე რაღაცა როგორც სტიმული მომწეს რომ აი ნატა მიდი და აი შენ გამოგივა და აბა მოდი და აბა გელოდები და ნუ მეც რაღაცა ვიფიქრე რომ ნუ მეთქი რაღაცას დავდგავ რაღაცას გავაკეთებ და ნუ ეს სიმღერა ავირჩიე და თვითონ მუსიკა იმდენად მომწონდა იმდენად დიდი შინაარსი ჩავდე თან უნდა აღინიშნოს რომ 2 წუთი მქონდათ რომ და მე იქ რაც ნახე და ყველანაირად ვცდილობდი რომ 2 წუთში ჩამეტია მე ვფიქრობ რომ ცოტა მეტიც რომ მქონოდათ რომ უფრო ბევრ ელემენტებს დავამატებდი და უფრო სხვანაირს გავაკეთებდი და ესეც უნდა აღინიშნოს რომ იქ იყო ნომრები რომელიც 2 წუთზე მეტი იყო აი ნამდვილად იყო შენ შეგიძლიათ ცეკვა ნუ ეხლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან მაღალ დონეზე თქო მაგრამ ცეკვა ნამდვილად შემიძლია იმიტომ რომ ძალიან ბევრ შოუებში ვიღებდი მონაწილეობას და ძალიან კარგად ცეკვავდი როცა ვიყავი გასტროლებზე და რა ვიცი პლასტიკად ბავშვობაში ბალეტზე დავდიოდი და ცეკვავდით მაგ პერიოდში გასულ წლებში იმიტომ რომ თქვენ მას შემდეგ გათხოვდით და შვილი გააჩინეთ და შეიძლება ამან ყველაფერმა იმოქმედა თქვენ სხეულზე და აისახა ეს ყველა არა მარტო ოდნო ნუ მარტო კილოგრამები რა თქმა უნდა ცოტა მოვიმატე მაგას არ ვმალავ და არც დავმალავ მაგრამ პლასტიკა რა ვიცი მე მგონი ისევ ისეთი დამჭა და რა ვიცი ბავშვობიდან თეატრალურშიც რო სწავლობდი ყოველთვის მარტო მე ვჯდებოდი 17 ვიყავით ჯგუფში მარტო მე ვჯდებოდი შპაკატში და მე ამ მქონდა ნუ აი თავთან ფეხი და ჩემი ქორეოგრაფი მეუბნებოდა რომ შენო ბალერინა უნდა ყოფილიყავიო და ასე რომ იქნებ ზუსტად კილოგრამები არ გაპატიათ მაყურებელმა და ან თუნდაც ჟიური თქვენ ერთ-ერთ ჟიურზე ხართ განსაკუთრებით განაწყენებული ხო აი ეგ დეტალები მინდა რომ მოვყვე ზუსტად ჟიურზე მე ვარ განაწყენებული იცით რაზე როდესაც მე გამოვედი აი ზუსტად 4 ხო იჭნენ ჟიურში და უკვე ისეთი რეაქცია იყო და ამ ნათიას მიმართ იქაც ხო ისეთი ყური უკეთიათ ხოლმე პროდიუსერებისგან მითითებებს ხო იძლევიან ხოლმე თან ესეთი დიდი შოუები როგორც არის ხოლმე და უკვე მივხვდი რომ ეხლა ალბათ დუტას ვერ ათქმევინებდნენ რამე ცუც სალომეს ვერ ათქმევინებდნენ იმიტომ რომ ორივეს კარგად ვიცნობ ზაკი იმდენად კარგად ჩამხდა და იმდენად დადებითია რომ საერთოდ რა ვიცი ცუდის თქმა მე მგონი მაგ ბიჭს საერთოდ არ შეუძლია ძალიან საყვარელი ადამიანია და ნუ ალბათ ეს ნათია ამოარჩიეს და ზუსტად დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო წინასწარ გათვლა რომ თვითონ შოუს ჭირდებოდა პიარი მე ხა ყველამ კარგად ის რომ პირველი რეალიტი შოუს მონაწილე ვარ და ჩემზე კარგად რეალიტი შოუ და საერთოდ შოუ რა არის და პიარი მართლა არავინ არ იცის და როგორ კეთდება შოუ ჩემზე კარგად შეიძლება მართლა ძალიან ცოტა მიცოდეს ამიტომ ყველა შოუს რაც არ უნდა რეიტინგული იყოს ყოველთვის ჭირდება სკანდალი აბსოლუტურად ყველა შოუს რაც არ უნდა აი ჰაი კლასის რეიტინგი ქონდეს ამიტომ მაგათმა გადაწყვიტეს რახან ცნობადი სახე ვიყავი და ბევრი ხალხი მიცნობდა რომ თავიდანვე მოიფიქრეს ეს შოუ დაედგათ ჩემს წინააღმდეგ ანუ ამ ნათიასთან ერთად რაღაცა ისეთი კონფლიქტური სიტუაცია შექმნა და მე ყველაზე ძალიან კიდე რა მეწყინა თავიდანვე ამ ნათიამ რაღაცა აგრესია გამოხატა ჩემს მიმართ როცა ყველას მიმართ რაღაცა რატომაც ძალიან მობიერი თუ არ იყო შედარებით მობიერი იყო ნათია თველიაშვილმა და ერთი წუთით ახლა რა მოხდა მე რომ გამოვედი და ვიცეკო ხო
ოთხივე ხო იჯდნენ, ზაკმა, ძალიან დიდი კომპლიმენტები მითხრა და მითხრა, რომ 2 წუთში ამდენი სახე როგორ შექმენიო და ამდენი რაღაცა როგორ გააკეთე, გავგიჟდიო და ეს ამღუჩამი ყვავილით აბა გადმომიგდა და აბა გადმოგიგდებ და აი გათხოვილი რო არ იყო, ცოლად მოგიყვანდი და რაღაცა ტექსტები და ყველამ შეამჩნია, რომ მართლა კეთილ განწყობილი იყო ჩემს მიმართ. სალომეც ძალიან კეთილ განწყობილი იყო, იმიტომ რომ კულისებში მეუბნებოდა რომ მე უთხარი რომ მეთქი ნერვიულობ მეთქი და სალომე მითხრა ნერვიულობ ნატალ შენ მოცეკვავე ხარ მსახიობი ხარ და ბევრი არც მოგეთხოვებაო და შენ როგორც შეძლებ ისე იცეკვეო და მე ჩვენ ვიტყვითო რომ თქვათ ვის რა შეუძლია ხა მსახიობს მსახიობურად შეუძლია ამის გამოხატვა მოცეკვავეს ხო მე ხო არ ვამბობ რომ გინდა თუ არა მოცეკვავე დუტაც სულ მეუბნებოდა რომ აი შენს գործო ვარ ნატალ შენ ხარ მსახიობი ბევრი არ მოგეთხოვა ნერვიულობ და ისე მოხდა რომ ამ ნათიამ რთველიაშვილმა გვარი არასოდეს არ დამავიწყდება და არ დავივიწყებ არასოდეს და აი ამ ვიტყვი რომ ამას არასოდეს არ შევარჩენ ნათიას დარწმუნებული ვარ ეხა თვითონაც ნანობს თავის დანაშაულს მაგრამ რა თქმა უნდა ეხა მაგას არ აღიარებს თან მინდა ვთქვა არის ერთი წუთი პროდიუსერებმა შეიძლება უთხრეს ყურში ის რაც უნდა ხო და მაგას ვამბობ თქვენ არ უნდა აპატიეთ პროდიუსერებს ხო პროდიუსერებს მე მაგას ვამბობ რომ თავარი დამნაშავეები არიან პროდიუსერები და მე ნათიათი იმოქმედეს გააკეთეს ეს ყველაფერი და რა ხარ დამკვეთი ხო შენ რო გიკვეთავე ხო შენ როცა გაქირავებული მუშა ხარ ასე რომ ვთქვათ ბჭყალებში შენ აკეთებ იმის დაკვეთებს და ისე მოხდა რომ არავის არ გააკეთებინა ნათიამ და ეს დეტალურად უნდა ახსნა როგორ იყო იმიტომ რომ ეთერში სულ სხვა რაღაცა იყო და იქ სულ სხვა რაღაცა იყო და იმას ზუსტად ვიცოდი რომ არც გაუშვებდნენ იყო ესეთი რაღაცა რომ დავამთავრე ცეკვა ზაკმა დაიწყო მე ნათიამ ეგრევე ზაკი გააჩუმა და ეს იცით რომ გოგონიო ესა მე მგონიო ვთვლიო რომ ეს თქვენო ვერ გადახოთ იმიტომ რომ ესო ძალიან დრამატული იყო ჯერ შეხედე დრამატული რას ნიშნავს იქ ყველა დრამატული ნომრები ქონდა ზოგ სასაცილო ნომრები ქონდა ზოგ ჩვენ არ ვიყავით სტილში შეზღუდულები და ეგ მაგას არ უნდა ეთქვა და ვერ მეტყოდა რომ დრამატულია მაშინ დაიკონკრეტებინათ რომ როგორი სტილი შეიძლება და როგორი არა თან როცა წინა დღეებში უკვე გამზადებული რაც უკვე დავდგი ის მასალა ნახა უკვე პროდიუსერებმა მაშინ თვითონ ეთქვათ რომ ვაი მიცით რა ძალიან დრამატულია და მოდით არ მიიღოთ მონაწილეობა სხვა სტილი მოამზადეთ ჩემთვის არაფერი არ ვთქვით პირიქით ყველამ ძალიან მაქო პროდიუსერებმა და იყო ის რომ იცით რა თქვენ ეგრევე ვერ გადახვალთ ესე იგი ამ სამ ადამიანს უკვე აღარ ეკითხებოდა რა ხდებოდა და მე მაგან გამაღიზიანა თუ როგორ არ ეკითხებიან მეთქი თქვენ მარტო თქვენ რატო წვიტავთ მეთქი სხვებს მეთქი რატო არ აცდით რომ თქვავისი აზრი გამოხატოს და აი დედას ფიცავარ და შემიძლია საკუთარი შვილი დავიფიცო და ყოველზე ცხოვრებაში არ დავიფიცები აი აქ იჯდა ნათია აქ დუტა იქ სალომე და იქ ზაკი აი ზუსტად აი ესე გამოწია თავი და ნათია აი ზუსტად ესე აი მაგის სახე თუ ცხოვრებაში დამავიწყდეს დედას ვიცა აი ზუსტად ესე გაუკეთა სალომე ერთი არ უთქვია რომ არაო აი ზუსტად ეს და იმდენად გააქნია თავი იქიდან ხო დავინახე და უკან ხალხმა დაინახა დედა ჩემიც დარბაზში იჯდა და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი პროსტა ეხა კამერა არ მქონდა იქით ამ ხრიდან რო გადამეღო და ერთ-ერთი ფოტოგრაფი ხარ დავასახებ სახელზე გვარს იმანაც კი დაინახა და მითხრა რომ ნეტა სურათი მაინც გადამეღო ესე იგი რა ხდება რომ ეს ნათია ვიღაც ნათია რომელიც არის ამერიკიდან ჩამოსული ვითომ და პრეტენზია აქვს რომ საქართველოში რატო არავინ არ იცნობს იმდენად ამბიციურია რომ ამათი აზრი არ აინტერესებს ქალს ანუ გამოდის ნათია და პროდიუსერები იყვნენ თქვენ აი ზუსტად ნათია და ხო აი ზუსტად იცოდნენ რომ ჩვენ მე ცოტა ისეთი ხისტი ხასიათი მაქვს თან უსამართლობას ვერ ვიტან დუტამ რა თქმა უნდა თავი ჩახარა მე დუტაზე ვარ ნაწყენი ძალიან იმიტომ რომ ერთი სიტყვა არ თქვა აი ხო შეეძლო რომ ნათია ნუ იქნები ესეთი კრიტიკული ნატა არის მსახიობი და მოდი ამ ტურში გადავიყვანოთ და ნახოთ მეორე ტურში რას მოგვიმზადებს ერთი სიტყვა არ თქვა იმიტომ კი რომ არ უნდა და არ ათქმევინეს
პროდიუსერებმა რა თქმა უნდა და ამ ნათიამ რა თქმა უნდა და მე როგორც მითხრეს რომ უკინდა რომ იჯდნენ რომ ფეხით აღნიშნაო ჩაარტყაო დუტასო და აი ესე იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში დუტას კონდა თავი აი ესე ჩაწაული და იყო გასუსული აი ძალიან გამაღიზიანი შემდეგ რამე გითხრათ გეტყვი და სალომეც რომ კარგ პასუხს ამბობდა დადებიც აი ზუსტად სალომეს მოუტრიალდა და აი ესე სალომე აი იმდენად გაიქნია თავი რომ მე მგონი კინაღა მოძრა და აბსოლუტურად ყველამ დაინახა და რა ვიცი ხა საიდან ამოვიღო ეკადრები იმედი ზუსტად ვიცი რომ იმედის თანამშრომლებმა კადრებს არ მომცემენ და ზაკი კიდე ვერ მიხვდა ზაკს ვაფშე აი ზაკს არაფრად არ აგდებენ რა ზაკს კი არა ეს ნათია და პროდიუსერები ესე გამოდის ამ სამ ადამიანს არაფრად არ აგდებენ და ჩვეულებრივი შირმა ტყავთ და იქ ეგ ვთქვი მაგრამ რა თქმა უნდა ამოჭრეს სათავისოდ გააკეთეს რაღაც გააფორმეს რაღაცა მიავწეფეს მოაწეფეს მაგრამ იქ რეებიც თქვი აი ნეტა ყველაფერი გაეშოთ აი ჩვეულებრივი შირმა ტყავთ უბრალოდ ადამიანმა რო იფიქროს რომ ისინი ჯიურის წევრები არიან და ისინი წყვიდან და ზუსტად ნათიამ დაარღვია თამაშის წესები იმიტომ რომ 4-ვეს უნდა ეთქვა თავისი აზრი და 4-ვე სათითაოდ უნდა გადაეწყვიტა და მერე უნდა ეთქვა პასუხი თორე ნათიას ყო არ უნდა გადაეწყვიტა და 3-ვე ჩუმად კი არ უნდა ყოფილიყო თავიდანვე იცოდით რომ ეს შოუს ნაწილი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა აი ავალად ვამბობ მე არ მეგონა რომ ეგრე მოიქცოდნენ თორე აი ნამდვილად არ მონაწილეობდა ანუ არ გიფიქრიათ იმაზე იმ დროს რატო გეხვეწებოდა ყველა თანამშრომელი ჟურნალისტი რომ იგებოთ მონაწილეობა. იმიტომ რომ აი შოუსთვის, ესე ვთქვათ, შოუსთვის გამომიყენეს. მათ ჭირდებოდათ რეიტინგი. იცოდნენ რომ ამით მე ძალიან გავღიზიანდებოდი, ამ ყოველთვის რომ დავინახავდი რომ იმან იმას თავი გაუცი იქიცი. სტატუსს გეკითხებით, რისი პასუხიც გამეცით. თქვენ ხვდებოდით იმას, რისთვისაც გიბარებდნენ ტელევიზიაში? არა, მანამდე არ ვერ ხვდებოდი. მაგას მივხვდი აი სცენაზე რომ ვიდექი იმ მომენტში. ადამიანი გირეკავდათ რომ მოდით მიიღეთ მონაწილეობა, აი თქვენ შეგიძლიათ ეს. ნუ მე მეგონა რომ რაღაცა აი თავისი კეთილი ნებით რა ვიცი რაღაცა არ ვიცი მე მაგალითად აი რომ ეგონა ამ ხელა ტელევიზია უბრალოდ კეთილინების გამო დაურეკავდა. აი მე ვიტყვი რომ მე თვითონ ხა თავის ხება არ მინდა, მაგრამ იმდენად აი როგორ გითხრა, ისეთი გული მაქვს, რომ ყოველთვის მინდა კარგი, აი ცხოვრებაში ვინც რაღაცა ბოროტება არ უნდა გამიკეთოს, არასოდეს არავის არ მინდა ცუდი და ვერ ვუსურვებ. და მგონია, აი მართლა ალალოდგევნე, მგონია რომ ყველა ჩემნაირია, რომ ყველა არავინ ერთმანეთს სულ არ გაუჩალიჩებს წყალებში და აი ესე არ გამწყარებს. შემდეგ როცა გამოხვედით ნუ მე იქ აი ზუსტად 10 წუთი ვიდექი სცენაზე, იმიტომ რომ ვერ გავიგე და იქ იყო რაღაცა სკანდალური მომენტები, რომ მეთქი რა ხდება, რომ რატო ამბობთ ქალბატონო ნათია, მეთქი სხვას რატო არ აცრევთ უფლებას და ეს სამივე გატრონული და ზაკი ინგლისურად რაღაცებს ამბობდა და ვერ გაიგო და ვერ წაუხსნეს და არც აუხსნეს რა ხდებოდა. არა და ეს ვარდი კონდა ჩემი ზაკს და ნატა დაბაცულად გამომყევი და I want to married with you და რაღაცები და ნუ ვერ მიხვდა ნათიას მეუბნებოდა რა ხდებოდა ვაფშე ვერ გაიგო და ბოლოს რა უთხარი ზაკს რომ მეთქი გადმომიგდეთ ხო ყვავილი თქვა აი გაოგნებული დარჩა აი პროსტა გაოგნებული დარჩა დუტას კონდა ესე 10 წუთი ესე თავი ჩახრილი რომ აი იქ იყო თუ არ იყო ვერავინ ვერ გაარკვია და აი ეგ მეწყინა ძალიან ვარდი გაბრაზების ნიშნა წაართვით უკან ნუ არა მიყვარს ის ვარდი მომწონს და გამოვართვე უკან და ესე იგი იმდენად ხალხიც იმდენად აგონიაში იყო, იმიტომ რომ რეაქცია როგორი იყო დარბაზში, რაღაც კადრები რაც ვნახეთ, ცოტა ზოგს შეშფოთებული სახე ქონდა, ზოგს გაკურვებული და ასე. იმიტომ რომ აი ხალხიც როგორი იყო? აი მე ვიტყოდი რომ ნუ ჩემი მეგობრები იქ ნუ ცუდად იყვნენ რომ ნუ რა ხდება და ამას რატო აკეთებ და ამას რატო უკეთებ და ნუ იქ გარეთ ძალიან დიდი ჩოჩქოლი იყო, რომელიც ეგ არ გამოჩნდა და просто ვიყავი გაოგნებული და იმ მომენტში იმდენად დიდი სიმწარე ვიგზენი, ოღონდ სიმწარე იმისი რომ აი ამ პროექტმა აიღო და ნატა გულიაშვილი გამოიყენა გემრიელად და გადააგდო. აი რა ვიცი მე პირველად მგონდა ეგეთი გრძნობა და ისეთი საშინელი გრძნობა რომ ვიღაც ერთი ქალის სახით გიყენებენ და თან ვერც გეუბნებიან და არც გეუბნებიან რატო და რომ მქონდა კითხვები რომ რატო არ ათქმევინეთ იმათ პასუხები აი იყვნენ გატრონი მე რა ვიცი თამაშის წესი არის ის რომ ყველა მოთხივემ უნდა თქვას თავისი გადაწყვეტილება და თავისი შეხედულები და როგორ წვიტავს ნათია ვინ მისცა მაგის უფლება
მოკლედ გადაცემამ თავისი როლი ითამაშა გადაცემაშიც და თქვენს ცხოვრებაშიც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ნატა გულიაშვილი ისევ ყველას გაახსენდა ისევ გამოჩნდა ნატა გულიაშვილი კი მაგრამ იმხელა მედიაში და ასე შემდეგ როგორ მოიგერია შენს მიმართ კომენტარები რომელიც იყო უხამსი და ძალიან პირველი 3-4 დღე ნუ აი ძალიან განვიცდიდი ყოველს პასუხობდი და ნუ აი ესე არ იყო ნუ აი იმდენად განვიცდიდი რომ აი საშინაო დეპრესიაში ჩავარდი არ მინდო და საერთოდ არაფერი და მე გადავწყვიტე რომ საერთოდ ინტერნეტ სივრცეში არ შევსულიყავი და რავი ცდილობ რომ არ შევიდე ხოლმე და ჩემი მეგობრები დამიდგნენ ძალიან გვერდით და მადლობა რა თქმა უნდა მათ და ჩემი სამსახურის ყველა თანამშრომელი და თლიანად ჩემი სამსახური ალბათ ხა იქ რო არ მუშაობდე ალბათ გავუჭირდებოდი ამხელა აგრესია, ამხელა დამცირება პროსტა უბრალოდ რისი გულისთვის, აი სუმა კითხვა რისი გულისთვის და პასუხი არის აი ჩვენ შენ დაგვჭერდე შოუს გულისთვის. ნატა ჩემო კარგო, გაირიმე. ეხლა ვერ გავიგებ. ეს იყო უბრალოდ შოუ. შოუ რომელმაც ძალიან გამამწარა და ძალიან ბევრი ტკივილი მომიტანა. დღეს რა ხდება? როგორ ხარ? და ვცდილობ რომ იყო კარგად, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომდის ამის. წყალი ხო? და მინდა ვთქვა რომ აი ესეთ შოუებში ხა ყველა შოუს ვერ დავანაშაულებ და დავადანაშაულებ, მაგრამ აი ესეთ შოუებში აი ესე იყენებენ ხალხს როგორც თვითონ უნდა აი ყველაფერს კადრულობენ, აი რაღაცას შეიძლება კოშმარი გამოგიყვანონ და შენ ამაზე თურმე პრეტენზია არ უნდა გქონდეს. შევს ხარაპირებ. არ ვიცი შეიძლება ეგეც გავაკეთო. ძალიან დიდი მორალური ზიანი მომაყენეს ძალიან დიდი. არ ვიცი როდის გადამევლის, საერთოდ გადამევლის თუ არა, საერთოდ ნორმალურ ცხოვრების ტემპს თუ დაუბრუნდები, მეჭერ არ ვიცი. საერთოდ გაიცადეთ ესე ძალიან. ეს თქვენთვის პირველი ესეთი ძლიერი დარტყმა იყო ცხოვრებაში. ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. მე ვიტყოდი რომ ესეთი დარტყმა აი არასოდეს არ მქონია და უცებ აღმოჩნდი კოშმარში. აი და სადაც ყოველ გლანცავს რაღაცა ყოსა და აი ნუ აი ირგვლივ, ჩემს ირგვლივ ყველა ვინც იყო, ჩემი მეგობრებინაც რომ რატო ქენი, რატო მიხვედი, და აი კინაღამ გავრეკე და იმ ხელა სტრესია და იმ ხელა ეს ყველაფერი რომ აი არ ვიცი ძალიან ძნელად ვუძლებ. მოგივიდეთ კონკრეტულად არ იცოდა რომ მიგებდით. ანუ იცოდა ვუთხარი მაგ დროს არ იყო საქართველოში და მივწერე რომ ესეთი შეუკეთდება თქო და მინდა მონაწილეობის მაგრამ მივიღო მონაწილეობა თქო და მითხრა რომ არაო დაფიქრდიო რა არ გინდაო აი მართლა ალალად ვიტყვი რომ თავიდანვე მირჩია რომ არ გინდაო არ არის საჭირო არ მიიღო მონაწილეობაო და ნუ მე მაინც წავედი რატომღაც იმიტომ რომ რაღაცა ჩემი იმედები მქონდა ისე ყველამ რაღაცა იმედის თანამშრომლები რამოდენიმე კიდე არ დავა კონკრეტულად ისე გვერდზე დაამიდგნენ რომ აი ნატა ჩვენ შენს გვერდით ვარ და აი და იმდენად სტიმული იყო რომ აი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ მეორე ტურში ვერ გადავიდოდი უბრალოდ ეგ არის უნდა შემეძლო გადასვლა პროსტა სპეციალურად გამიკეთეს იმიტომ რომ აი ეს სკანდალი ჭირდებოდა იცოდნენ რომ მე ამას ვერ ავიტანდი რაც იქ მოხდა და რაც დავინახე, ავტეხავდი სკანდალს და ამას ჩასწორდნენ და შოუ 5 წუთში გახდებოდა პოპულარული. აი ეგ უნდოდა და ეგ გააკეთეს ფაქტიურად გამომიყენეს თავისი შოუსთვის რა. ძალიან დიდი მადლობა ნატა რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ესე გულახდილად გვესაუბრე თქვენს პირადზე, მომავალზე. გემშვიდობები, კეთილი სურვილებით, გისურვებ წარმატებებს, გამძლეობას და უფლისწყალობას. დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ დაგვითმეთ თქვენი ძირფასი დრო ჩვენ გემშვიდობებით მომავალ შაბათს საღამოს 8-ზე შევხვდებით უცრელ მისამართზე ყველაზე ყვითელი ბულვარი ჯის ვებ გვერდზე გადაცემაში პორტრეტი შაბათამდე